მშვიდობისა. დღე მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, საოცარი, ბედნიერი და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანი დღე თქვენ. აი ესეთი საოცარი პარტნიორი მყავს დღეს და მინდა გითხრათ დავიბენი ნამდვილად. ჩვენს ნატოკას აქედან წარმატებები, აქედან გვიყვარხარ ძალიან და მინდა გითხრათ ჩემო სიცოცხლე ძალიან ლამაზი ხარ. რა შეიძლება მადლობა მინდა გადაგიხადო ასეთი კომპლიმენტისთვის და მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მაკოს ბუტიკს, რომელიც ზრუნავს ჩემს ყოველდღიურ ჩაცმულობაზე. მაკო, შენ ხარ საოცრება, ჩვენი ისედაც ლამაზი თაქჩორო, უფრო ლამაზად გამოაჩინე. და ახლა მინდა შევეხო სტუმარს. მოკლედ, ესე იგი საოცარი გოგო ყავს სტუმრად, ულამაზესი და მინდა რომ ასევე ლამაზად წარვადგინო. დღეს ჩვენ სტუდიაში მასპინძლობთ ქართველ დიზაინერს, რომლის შემოქმედებამაც ქართული მოდა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარადგინა. ჩვენი სტუმარია ქეთრიხ ჩხიგვაძე, წარმატებული და საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი მოდის დიზაინერი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა ქართული დიზაინის მსოფლიო ბაზარზე. დღეს ვისაუბრებთ მის უახლოეს კოლექციაზე, 2026 წლის ზაფხულის მოდის ტენდენციებზე, იმაზე თუ რა უნდა იყოს ამ სეზონის გარდერობში, რა ითვლება უკვე ანტიტრენდად და რამდენად განსხვავდება ევროპული მოდა ქართული გემოვნებისაგან. ასევე ახლახანს დაბრუნდა ჩვენი ლამაზი გოგონა კანის კინოფესტივალიდან. ულამაზესი, უსაყვარლე, ფანტასტიკურ ფორმაში მყოფი ქეთი ჩხიკვაძე. მოგესალმებით. და დიზაინერი კი არა და მოდელი უფრო ხარ შენ. ულამაზესი, მოგესალმებით. როგორ ხარ? კარგად, მაგრამ ხო, ჩვენთან. გთხოვთ. მე მოდელი ყველა აღნიშნოთ ხოდაშოდ, მარტო ჩვენ კი არა. მარტო ჩვენ კი ჩვენმა პროდიუსერებმაც აღნიშნეს, რომ მართლა უფრო მოდელიაო და. ჩვენ გვეგონა მოდელი გამოგზავნა დიზაინერმა სხვათა შორის. დიდი მადლობა ამავსეთ კომპლიმენტებით, დიდი მადლობა. რა მინდებია კანში? გადასარევი. რა ხდებოდა კანის კინოფესტივალზე რომ მოგვიყვეთ? საიდან დაიწყო, როგორ მოხვდით კანის კინოფესტივალზე? ანუ პრინციპში რამოდენიმე სეზონია ვმუშაობ კანის ფესტივალზე, სადაც ჩემი კოლექცია წარმოდგენილი პარალელურად ვაკეთებთ გადაღებებს სხვადასხვა ჟურნალებისთვის და პარალელურად ვემსახურებით, თქვათ, private კლიენტებს, ესე ვთქვათ, რომლებიც ემზადებიან წითელ ხალიჩაზე გასასვლელად. ასევე ამ ყველაფერთან ერთად კონტაქტები გვაქვს მსახიობებთან, რომლებიც პროცესში არიან, რომ აარჩიონ, თქვათ, კაბები, ზოგი იქნება ცნობილი ბრენდები, ზოგი, თქვათ, ჩემი კოლექციიდან და ეს პროცესი იმდენად საინტერესოა, იმიტომ რომ ქუჩაშიც ისეთი ხდება, რომ აი წარმოუდგენელი აურაა მაგ დროს კანის ფესტივალზე ყველაფერი გადაკეტილი, ეს მსახიობები, ცნობადი სახეები მოდიან, ყველა კაი ხასიათზეა, ძალიან საქმიანი, ძალიან ლამაზი და ისეთი არაჩვეულებრივი პროცესი, რომელიც არ გღლის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამღელია თვითონ მუშაობა მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს იმხელა ემოციებია, რომ აი ავსებული ხარ და ნამდვილად არ იღლები. ძალიან ისეთი სილამაზეა მართლა. აი თქვენ როგორ მუშაობდით, რას აკეთებდით, რომელ ვარსკვლავთან გქონდათ ესეთი მჭიდრო ურთიერთობა საქმიანი? ამ ეტაპზე აი ეს კონტაქტი პირადად არავისთან არ მქონია, მაგრამ იმ სასტუმროში, სადაც ვარსკვლავები ჩერდებიან, შესაბამისი საშვი მაქვს, სადაც მაქვს უფლება, რომ შევიდე როგორც ახლა ყველა თქვა ადამიანს არ აქვს უფლება ამ პერიოდში, რომ შევიდე სასტუმროში და აი ეს აი როგორ გითხრათ, აი პირდაპირ ხედავ, როგორ მოდიან, რას იცმევენ, ეს პროცესი, ფოტოგრაფები, რაღაცები თქვა დავალებები მაქვს ვიღაცას რაღაცა უნდა გადავცე, კოსტიუმი წამოვიღო, ვიღაცას მოსაზომად შეუტანო და ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. აი ამაში ვარ ჩართული. შესაბამისად, ისე ვიმეორებ, მიდის გადაღებები. გადაღებები შეიძლება იყოს ზღვის პირას, თქვა საუკეთესო რესტორანში, ეს ლოკაციებიც არჩეული გვაქვს და მოვიბივართ ხან ჩემი კოლექცია, ხან სხვისი, ასე ვთქვა, ცნობილი მოდის სახლების და ეს იმდენად საოცარი აურა, აი ვერ გადმოგცემთ. აი როგორც ჩანს, როდესაც ვუყურებთ კანის ფესტივალს იმ პერიოდს, ნამდვილად ისეთი აურა იქ, როდესაც იქ ხარ და უფრო ისეთი. თუმცა საკუთარი თვალით დანახული ნამდვილად სხვა იქნება. რა თქმა უნდა, ნამდვილად. მე მაინტერესებს, რომელიმე დიზაინერი თუ ყოფილა შენი ინსპირაციის წყარო, აი საიდან დაგებადა იდეა? ან ვარსკვლავს თუ მოუწია ინსპირაცია და უშუალოდ კონკრეტული დიზაინერი, რომ ვიღაცა თქვა, იყო პერიოდები, რომ აი რა თქმა უნდა ძალიან დიდი შტაბეჭდილების და გავლენის ქვეშ ყოფილა რიკ ოვენსი
ჯოენსი, რომელიც დღემდე მიმაჩნია ერთ-ერთ უძლიერეს დიზაინერად. რა თქმა უნდა, კლასიკა, რომელიც მე მიყვარს და თქვათ კლასიკურ დიზაინერებში ეს ტენდენცია სულ არის, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. თუმცა მე თვითონ ვცდილობ გავაკეთო შედარებით განსხვავებული, იმიტომ რომ ნამდვილად ვერავინ ვერ ვიტყვით, რომ რამეს ახალს ვიგონებთ, მაგრამ აი ეს მუშაობის პროცესში, შექმნის პროცესში რაღაცა შტაბეშტილებების ქვეშ რო ხარ, თუნდაც შთაგონების წყარო შეიძლება მუსიკაც იყოს, ან უბრალოდ რაღაც ფილმი. ან კადრებიც ჩანს, ზედა ეს არის ჩვენი კლიენტი, რომელმაც ჩაიცვა ეს ჩემი კაბა, ამოარჩია ბევრი კოლექცია. ეს კი, დიახ. ვერთო რა ლამაზია. კაბა, ც. კაბა, ც კი რა, ვარსკვლავი ც. როგორ შეიცვალა? აი ძველი წლებიდან მოყოლებული წლევანდელი წელი მოდის აი რა კონტურებით შეიცვალა? მე ვფიქრობ, რომ აი ახალი თუნდაც კანის ფესტივალისთვის. კანის ფესტივალისთვის უფრო სტანდარტულს გულისხმობ ეს ოტკუწურის კაბები ყოველთვის იყო ქალური, ყოველთვის დატვირთული თვლებით, ყვავილებით, ყოველთვის დატვირთული ფერებით. ეს არ იცვლება, ეს არის კლასიკა, ეს არის ოტკუწური, რომელიც ზუსტად იქნება გარკვეულად კანის ფესტივალისთვის. ესეთი ფესტივალი. ეხლა რასაც უყურებ შავი ფერი დომინირებს. ის სხვათა შორის არ იყო ოტკუწურის კოლექციიდან, მაგრამ რატომღაც ამ კლიენტმა არჩია, რომ აი ესეთი ფორმის, თან კლასიკა, თან ელეგანტური, თან გლამურული, თან რაღაცნაირი მსუბუქი, თან ფერი შავი ალბათ თავისი ფორმისგან გამომდინარე და ძალიან მოიხდინა, ესე ვთქვათ, მაშინ თუ ჩვენ ერთად ვარჩევდით ამ კაბაზე გააკეთა არჩევანი სხვადასხვა კოლექციებს შორის. თუ გაბედა, ბოდიში სიტყვა შეგაწყვეტინებ, თუ გაბედა რომელიმე მომხმარებელმა, კლიენტმა და თავისი შტრიხები თუ შემოგთავაზა და თუ გაითვალისწინეთ. მაგ ისეთი სხვათა შორის ეს მუშაობის პროცესში შეკვეთის დროს ნამდვილად ხდება, რომ ჩვენ მითვალისწინებთ კლიენტის აზრს და ეს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანი თავის განსაზღვრებას უნდა გზნობდეს თავს დამაჯერებლად. თუმცა იმ პერიოდში, როდესაც კანის ფესტივალი ამის დრო არავის არ აქვს, ანუ ისინი ვალდებულები, იძულებულები არიან, რაც მზად არის, ის არჩიონ და მაგისტრის არის ის შოურუმები, სადაც უამრავი კოლექციებია წარმოდგენილი, რომ არჩევანი იყოს. ეს არის ეს შოურუმების, ასეთი შოურუმების პრიორიტეტი და ერთ-ერთი იმისი, სადაც მე თანამშრომლობ და ვმუშაობ ბოლო წლებია. ეს უნდა ვკითხო, არ შემიძლია ახლა კადრებს რასაც უყურებდი, ჩემი სიკეთის არ იყოს. ქალბატონი ძალიან მოხდენილი თხელი არ არის, როგორც ჩემ მამაკაცებთან მიმართებაში როგორ არის აქ საქმე? მამაკაცებთან მიმართებაში იქაც რა თქმა უნდა სპეციალურ შოურუმებია, კონკრეტულად სხვადასხვა ჩვენც გქონდა შოურუმში მამაკაცის ხაზი და რა თქმა უნდა ეს არის სმოკინგები, სხვადასხვა ზომის, კლასიკა, რომელსაც ხელშეუხებელი რჩება, მაგრამ ხარისხი უმაღლესი რაც გავარია კაცის ტანსაცმელში. ანუ გამოსავალი სულ არის. გამოსავალი სულ არის. კეთი, მაინტერესებს როგორ იბადება თითოეული შენი იდეა, კაბის იდეა, აი იდეიდან უკვე შექმნილ ულამაზეს დასრულებულ სამოსამდე. იცით როგორ ხდება ეს პროცესი, აი ესე გაჩერდება და თავიდან იწყება, არ ხდება. აი სულ პროცესი, აი მაგალითად კოლექცია, რომელიც უკვე დამთავრდა, წარვადგინე პარიზში, ეხა კანში, უკვე დაწყებული მქონდა შემდეგ კოლექციაზე ფიქრი. თავისთავად ამას უნდა ერთვოდეს ახალი ქსოვილები და სილუეტები, მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს ერთმანეთს გავს. იმიტომაც არის თქვა კაბა, რომელიც ჩემგან არის წარმოდგენილი, ცნობადი ხდება რა მხრივ, რომ სტილით, თქვა რაღაცა დეტალით ადამიანი უკვე ცნობს, რომ ეს არის თქვა ამ კოლექციაში. როგორც ჩვენ ვცნობთ სხვადასხვა ბრენდების, იმიტომ რომ ეს სტილისტიკა და მთავარი ხაზი არის შენარჩუნების. მე ვფიქრობ, რომ ალბათ სილუეტი, თავისთავად რაღაც ფორმები, რაც ვცდილობ, რომ ხშირად გამოვიყენო, დეტალები აქვს, თქვა ვარდების, იმ გულების, ღილის გული, თქვა გულის ფორმის აქსესუარები, რომელიც ხშირად არის ჩემს კოლექციაში, პლანეტების თემა, რომელიც ასევე ძალიან ხშირად არის, იმიტომ რომ ეს ჩემი ბავშვობის ინსპირაცია, რადგან მამა მყავს ასტრონომი და მთელი ბავშვობა ობსერვატორიაში მაქვს გატარებული, ეს სულთან დამძდევს, ანუ ყოველთვის არის სადღაც მაინც. ვარსკვლავები მარტო აქ კი არა, იქაც გზას გინათებ. კი, ალბათ. სავარაუდოდ კი. და ეს თემატიკა ძალიან ხშირად მაქვს, ვცდილობ რომ გავიმეორო სხვადასხვა ფერებში, სხვადასხვა ფორმებში და თავისთავად ეს განვითარების გზა მოდის იმ დაწყებული 20 წლის წინ
დაწყებული კოლექციები, რომელიც არ შეწყვეტილა. ანუ მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის რაღაცნაირად დინამიკაში წლების განმავლობაში, რომელსაც ემატება თქვა ახალი ემოციები, ახალი ფერები, ტენდენციები, რაღაც განწყობები შეიძლება უბრალო კლიენტის მოთხოვნის დეტალიც კი უცბად გახდეს კოლექციის ერთ-ერთი დეტალი. ანუ ასე რომ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნებისმიერ იდეას ბადებს, ყველა ადამიანთან რაღაცას იღებ ადამიანის შესაბამისად. ეს ძალიან საინტერესო პროცესია და რომ ვაკვირდები, არასოდეს არ მიუხედავად აღილობისა, ვთქვათ, ფიქრობ, რომ აი აღარ შეგიძლია კონტაქტებს და ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ამ დაღლილობის დროს რას აკეთებთ, რა გაცნოთ мотиваციას? სულ ვიცახი რომ ალბათ ჩემი საქმე ესე რო არ მიყვარდეს, თქო და ფიქრობ რომ შვილივით მიყვარს, რომ ეს უანგარო, ისე ვთქვათ, ვერანაირად ვერ ვიმუშაობდი ასეთი დოზებით, იმიტომ რომ საოცრად რთული პროფესიაა და როგორც ყველა პროფესია მოითხოვს რაღაცა უზომო შრომას, შესაბამისად ხანდახან დაუფასებელსაც, ხანდახან წარუმატებელსაც უფრო ხშირად. აქედან გამომდინარე ეს სიყვარული და ეს ამაგი ვერაფერი ვერ აჩერებს, ვერანაირ დაღლილობა შეიძლება დაღლილი იყო, მაგრამ ფიზიკურად ვერ იცხოვრებ. ხელოვანი ადამიანი ხელოვნების გარეშე ვერ იცხოვრებს, თუ რაღაცა არ შექმნა და ეს დამეთანხმებით, რომ ეს ხელოვნება. თუმცა თქვენი ხელოვნება აგერ შედეგს იმკისაკეთ. ხო, ტენდენციები ახსენეთ წეღან. 2026 წლის ზაფხული გვაქვს. ზაფხულის 2026 წლის ტენდენციები. ძალიან ტენდენციურია ყვავილების თემა, ფერადოვნება, ჰაეროვნება, ქალურობა, სხვათა შორის, რომელიც მე ჩემ კოლექციებში ხშირად მაქვს გამოყენებული. სულ ესე ამ თემატიკით მუშაობ და რო უყურებ, ძალიან დიდი მოდის სახლებს, ძალიან მე ამაყება, რომ ამ ყველაფერს მე ვაკეთებდი და არ გავჩერებოდი. თუმცა იმის კი არნიშნავს, რომ ისინი არ აკეთებდნენ და ეხლა დაიწყეს. უბრალოდ ეხლა ახალი ტენდენცია წამოვიდა ფერების, ბუნება, ფერადოვნება, ჰაეროვნება, ქალური სილუეტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ბრენდი დაუბრუნდა თავის პირველ სახეს. აი რომელი ფერები არის წელს ყველაზე ტრენდული? ძალიან პასტელური ფერები. არის სულ ვამბობ, რომ ნებისმიერი ფერი არ ყოფილა პერიოდი, რომ არ ყოფილიყო, თქვა ტრენდული, მაგრამ არის რაღაცა აქცენტები, მაგალითად ზამთარში იყო მუქი ბორდო, მუქი მწვანე, ეხლა პასტელური ღია ვარდისფერი, ღია ცისფერი, მაგრამ ეს არანაირად არნიშნავს იმას, რომ რომელიმე ფერს არ აქვს პრიორიტეტი. ნებისმიერ შემთხვევაში სწორად არჩეული ფერი, სწორად არჩეული ქსოვილი ყოველთვის არის ტენდენციური, სწორად გამოყენებული სილუეტის მიხედვით. აი ოვერსაიზებთან დაკავშირებით მაინტერესებს წელს თუ არის ტრენდული და ჩემ თემას შეეხო ხო ხედავ. სხვათა შორის ოვერსაიზის, ნელ-ნელა ჩემის აზრით, მე რასაც ვუყურებ თქვა პარიზში მაღაზიებში, ნელ-ნელა რაღაცნაირად მიძინებისკენ მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სტილი არ არსებობს. უბრალოდ უფრო პრიორიტეტულად წამოვიდა მაღლა ესე ვთქვათ ქალური სილუეტები. აი პარიზი ახსენეთ და მაინტერესებს, ბევრი წელია უკვე პარიზში ცხოვრობთ. პარიზი თუ ახდენს თქვენს კოლექციაზე რა თქმა უნდა, ეს სილამაზე, ეს არქიტექტურა, ეს ესთეტიკა გვინდა არ გვინდა ჩვენს ქვეცნობიერებაზე მართლა მუშაობს. ანუ ეს ის ქალაქია, სადაც სიმარტოვის განცდა არ გაქვს. ვისი თქმა მინდა, შეიძლება გახვიდე ქუჩაში, დაჯდე მარტო და აი არაფერი არ გჭირდებოს, უბრალოდ ამ სილამაზეს უყურო და რაღაცებზე იფიქრო, შექმნაზე თქვათ კოლექციებზე. გვინდა არ გვინდა ესთეტიკა ადამიანის ქვეცნობიერებაზე ძალიან დადებითად მოქმედებს და ხელოვნება, გამოფენები, ლამაზი ადამიანები, ლამაზი ქუჩები, ეს არქიტექტურა წარმოუდგენელი. ანუ მე ვფიქრობ, რომ ამ ქალაქით ძალიან ვივსები, ძალიან დიდი ის მოახდინა და ვფიქრობ, რომ ალბათ თუ კოლექციები ჩემი რაღაცა განვითარებისკენ მიდის, ალბათ სხვა უნდა შეაფასოს და მე არა. სავარაუდოდ ძალიან დიდი დამსახურება იქ ცხოვრება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სრული ინფორმაცია გაქვს ჯერ ერთი ახალი ტენდენციების, ესე ვთქვათ, სილამაზეების და თან ეს ესთეტიკა. ესთეტიკასაც უნიშნელოვანი ფაქტორია ადამიანების ცხოვრებაში. როგორია თქვენი ცხოვრება იქ? ყოველდღიურობა გავიგეთ, მაგრამ აი იქედა რომ მოდიხართ ნოსტალგია და აქედა რომ მიდიხართ. არა, სხვათა შორის არსად არ მაქვს ნოსტალგია, იმიტომ ყოველთვის ვიცი რომ ნებისმიერ მომენტში მე შემიძლია დავბრუნდე და ასევე მე შემიძლია მომენატრება პარიზი გავფრინდე. შესაბამისად ნოსტალგიის დრო არ გვაქვს. ჩემ ქვეყანას არაფერი არ მირჩევნია. რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ იქ რაც შეეხება პარიზს და მოდას ვერავინ ვერ შეედრება და იქაურ ესთეტიკას, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ არ მიხარია დაბრუნება, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. თბილის როგორი ინსპირაცია აქვს? როგორ გითხრათ, ხა პარიზთან შედარებით ვერაფერს ვერ ვიყავ. ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს.
მაგრამ არქიტექტურული შედარება თუ ახლა თუ ობიექტურები ვიქნებით, ახლა ეს სოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია. ჩვენი ხარი გვაქვს, ჩვენი ესთეტიკა გვაქვს, რომელიც ევროპელებს ძალიან მოწონს, ჩამოსულ ფრანგ სტუმრებს გიждდებიან, ანუ საამაყო ძალიან ბევრი გვაქვს და ვართ კიდევ ვართ საამაყო. რა თქმა უნდა. კეთი, რას ნიშნავს თქვენთვის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი დიზაინერი, რომელმაც პარიზის პრესტიჟულ შოურუმში წარადგინა თავისი კოლექცია? პირველი ვიყავი, ნამდვილად არ იყო ეს ერთ-ერთი პირველი ნამდვილად. ხო, ერთ-ერთი ვაიმე რომ ახსენდება, ღამეები არ მეძინა, სანამ გავფრინდებოდი. აი მართლა არ მეძინა, იმიტომ რომ მოგიყვებით ისტორიას, ანუ წინა, ანუ იმ პერიოდში ზაფხულში ვიყავი პარიზში წასული ენის კურსებზე, ანუ საერთოდ აზრათაც არ მქონია, რომ მე ოდესმე ამ ქვეყანაში ვიცხოვდი. უბრალოდ გადავწყვიტე, რომ მესწავლა თქვა ფრანგული ენა, რადგან ჩემ პროფესიანა ახლოს იყო. ავიღე ეს კურსები, წავედი პარიზში და ამ პერიოდში, როცა მე დავდიოდი ინსტიტუტში, ესე ვთქვა, ხედავდი ამ შოურუმს, რასაც ეწერა ეს ტრანოიდ. გამოფენა დაემთხვა იმ პერიოდში, აგვისტოში იყო ეგ მაგ დროს ერთ-ერთი გამოფენა ამ ტრანის. აი მახსოვს ერთხელ ავიხედო ფიქრობდი ნეტა აქ ოდესმე თუ მოვხვდები თქვა მართლა რომ გაიფიქრებ ოღონდ იმედით კი არა უბრალოდ რომ ეს აზრი გაგიევებს თავს იმ წელს ზუსტად მოხდა ესე რომ ეს ადამიანები ამ შოურუმიდან ჩამოსულები იყვნენ მოდის კვირეულზე ჯორჯიან ფეშენ ვიკის დროს და მხდება ჩემ შოურუმში აი ამ მაგათი მათი ლოგოთი ვიზიტკა რომ აი ესენი იყვნენ მოსულები და თქვენი ნახვა უნდა და მე რაღაცა თავი მткиოდა თუ დაღლი ვიყავით აი მაშინ არ ვიცი ჩავიცვი აი უბრალოდ დამირეკეს და მითხეს რომ ჩემი დაიყო მაშინ შოურუმში და მე ვიყავი სახში ძალიან ცუდად ვიყავი თავი მткиოდა და ტრანოიდან არიან მოსულები აი როგორ წამოვხდი და როგორ ჩავიცვი და გავფრინდი ეს ზუსტად მოხდა და ისინი უკვე იქ არ დამხვდნენ და სასტუმროში მივედი და ჩამოვიდნენ მოვილაპარაკეთ და ნუ კიდე კაი ხანს არ მჯეროდა მაშინ რთული იყო უფრო დღეს ძალიან ბევრი გზაა გახსნილი ახალგაზრდა დიზაინერებისთვის არჩევანიც დიდია და მაშინ თითქმის წარმოუდგენელი იყო ჩემთვის და ესე მოხდა რომ პირველად გავემგზავრე მაშინ ამ საერთაშორისო შოურუმში სადაც გული მისკდებოდა და რა ხდებოდა იქ როგორ შეხვდრე 450 დიზაინერი მონაწილეობდა. ეს იყო ლოკაციურად, სხვადასხვა ლოკაციები იყო, კონკრეტულად ჩემი იყო ლუვრის ტერიტორიაზე, ლუვრის ქვემოთ დიდ დარბაზში და რა თქმა უნდა ამ დაბნეულობებისგან დღეამერია და ერთი დღით გვიან მივედი შოურუმში, ანუ შოურუმი არ იყო დაწყებული, მაგრამ წინა დღეს უნდა მივსულიყო და მეძებდა თურმე მთელი ეს ჯგუფი, რომ ხო არ ცოცხალი ხო სად არისო, დაკარგულიაო და მე ამ ჩემი კოლექციით დილის 9-ს რომ მივედი, მოკვდნენ სიცილით კიდევ კაი მოხოდიო, თბილისში ვეკავდითო, ვეძებდითო მშობლებს, რომ სად არის? ამერია დღეები, ანუ წინა დღეს უნდა მივსულიყავით და დავკიდე, გავამზადე ყველაფერი და სხვათა შორის მაშინ კიდე როგორ თქვა, აი მოდის ინდუსტრიაში მარტივი იყო უფრო ბევრი ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ახალ დიზაინერებს. ეხლა აი ამ კოვიდების და ამ პროცესების გამო ცოტა ამან დაიწია ქვემოთ ამ მოთხოვნილებამ და რისი თქმა მინდა პირველივე ჯერზე მივიღე შეკვეთა. რა მაგარია. რა მაგარია. ეხლა ეს უნდა გკითხოთ. ქართველი ქალბატონები, მე ვფიქრობ ერთ-ერთი ულამაზესი დედამიწაზე ქალბატონები, როგორ მისდევენ მოდას, მისდევენ საერთაშორისო მოდას. ჩვენი ერი და ჩვენი ქართველი ქალი თავისი გემოვნებით და სტილით ყოველთვის გამოირჩეოდა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ ყოფილვართ ქალები, ესე ვთქვათ, თუნდაც პარიზის ფეშენ ვიკის დროს გოგოები, დიზაინერები, ვინც ვართ, შეკრებილები, სადმე წავსულვართ, ჩვენი სამოსი ყველას გაცვია, ყოველთვის ყოფილა შემჩნეული, რომ სათხარ ამერიკიდან დაწყებული, არის იაპონიით დამთავრებული, ყოველთვის კითხვა ისმებოდა, რომ რა გაცვიათ, ძალიან ხშირად. ესეთი თითქმის ყოველთვის, სადაც კი მე პარიზში წავსულვარ, საღამო იქნება, ივენთი იქნება, არტ-პარტი იქნება, რაც იქნება, ყოველთვის არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემთან არ მოსულიყო ვინმე და არ ეკითხა. და მოყოლილიც მაგ ალბათ ელისააბი მოვიდა ერთხელ და ვკითხა რა გაცვიაო, ფოტოც მაგადაღებული. შემდეგში თუ მოვა გაჩვენებ და მართლა ვიფიქრე, როგორ მეცნობა ეს კაცი მეთქი. ანუ ვერაფრით ვიცოდი, რომ იქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეხა თან მოვიდა და რანაცნობის სახეა. რა გაცვიაო და ჩემი მაცვია მეთქი და გავიგიო რომ შენია, მაგრამ ვისიაო კოლექცია, რატომღაც გადავწყვეტე ცოდდება. ვაიმე მე ვთხარ ეს მე ვარ დიზაინერი, ქართველი ეს მაცვია და ძალიან მომწონსო, ძალიან ლამაზია. ხო და მე რომ მართლა მივხვდი რომ ეს ელისააბია, შეიძლება თქვენთან ფოტო გადავიღო და გადავიღე ფოტო, ძალიან სასაცილო ამბავი იყო. მე მაინტერესებს რაში გავს ქართული მოდა დაუშვათ ევროპულ მოდას.
ჯერ ესეთი პირველ რიგში აი ეს სისადავე და სტილისტიკა, ანუ ევროპული ჩაცმულობა არის ძალიან სადა. განსაკუთრებით პარიზში. ანუ უყვართ შავი ფერი, ძალიან გვანან ქართველ ქალებს. აი მერწმუნეთ, აი სადმე დღეს თბილისში თუ საღამოა და შეკრებილი აქვს თქვა 50 წლის ზემოთ რაღაცნაირი ქალები და ჩაცმულები არიან ძალიან ლამაზად. აი ზუსტად ესე ლამაზად, იმიტომ რომ რეალურად თავარი სტილისტიკა და ეს ქალურობა ჩანს აი მაგასაკიდან. ახალგაზრდობა მაინც არის გაქვს ის საშუალება, რომ ყველაფერი მოირგო, გაანათო, მაგრამ აი ეს ამასაკის ქალები განსაკუთრებულად გამოირჩევიან კლასიკით და დახვეწილი გემოვნებით. ეს დახვეწილი ქალები, ჩვენი ქალები მართლა არ ვიცი, აი აბსოლუტურად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არავიზე ნაკლებები არ არიან და არც იყვნენ. აი მოკლედ რო გითხრათ, ქართული ელემენტებით რამდენად შეგვიძლია რომ რამდენად მოსწონთ ევროპაში გაჯერებული თქვენი ქართული ელემენტები სხვადასხვა ფოლკლორი ძალიან საფრთხილო საქმეა მოდაში, იმიტომ რომ მაინც მოდის ტენდენციები შეიძლება ამის გამოყენება ძალიან ფრთხილად, მაგალითად მე ბევრი ვინც საქართველოს იცნობს იცახის რომ აი ქართული სტილისტიკა და ქართველი როა გეტყობა ანუ ქალურ აი თქვა რაღაცნაირ ქართული კაბის სტილში რაც სილუეტში მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ აი ეს დეტალები ძალიან ფრთხილად გამოვიყენო იმიტომ რომ მე უცბად იცვლება კოლექცია და მსგავსება უკვე ფოლკლორს და ეს სხვა რაღაცაა ანუ თანამედროვე მოდა სხვადასხვა თუმცა აბსოლუტურად მაგალითად კომდე გახსოვნის მაღაზიის გახსნაზე პარიზში რო ვიყავით მისი შთაგონების წყარო ყოფილა ფიროსმანი და უზარმაზარი ფიროსმანის ნახატების პოსტერები იყო ნუ ეს იყო როგორი გრძნობა რო ქართული აი მართლა ცრემლები აი ისე მქონდა რომ ეს ამხელა პოსტერები ფიროსმანის ნახატების ესეთ მაღაზიაში რომ ესეთი შთაგონების წყარო იყო და ის ამ პრინტებს რაღაც დონეზე იყენებთ. ანუ ეს წარმოუდგენელია და ესეთი რაღაცა არის, რომ აი ნახატების გამოყენება პრინტში აკეთებენ ქართველი დიზაინერები, მაგრამ მე ჯერჯერობით არ მიცდია, მაგრამ თურმე ასეთი გავლენა ქონია ფიროსმანის ხელოვნებას, რომელიც შუა პარიზში, შუა მარეში ყველაზე მაგარ მაღაზიებთან უზარმაზარი პოსტერები იყო. ეს ჩვენი ქართული მართლა კინაღმა ესე ვეხუტებოდი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ, მოკლედ საოცარი გოგონა ყავდა სტუმრად. მე ჩემთვის საამაყოს და мотиваციაც არის თქვენნაირი ადამიანი, რომ აუცილებლად ოცნებები არ უნდა მიატოვოთ მეგობრებო და აკეთოთ საყვარელი საქმე. წარმატებები და კიდევ ერთხელ წარმატებები. არა მარტო კანში, მთელ მსოფლიოში აუცილებლად ვიცი, რომ სულ წინწინებლით თქვენ. ეხლა სად მივდივართ? პატარა რეკლამაზე გავალ და ძალიან მალე დაგიბრუნდებით.